ეხოცნების ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ გამოძიების სერია, შემდეგ მათმა გირაოთი გათავისუფლებამ ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა. საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეისწავლა ეს საქმეები და მივიდა დასკვნამდე, რომ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, არამედ ეს არის შიდა პარტიული გარჩევები, რომლის სამსახურში ჩადგა მთლიანად საგამოძიებო უწყებები და ისინი ასრულებენ პირადად ბიძინა ივანიშვილის დაკვეთას. საერთაშორისო გამჭვირვალობა წერს ორ კლანზე, ეს არის ირაკლი ღარიბაშვილის და გრიგოლ ლილუაშვილის კლანები, რომლებიც გახდა მთავარი სამიზნე გამოძიების. მხოლოდ ამ ორგანიზაციას 300-ზე მეტი საქმე აქვს გაგზავნილი პროკურატურაში და სუსის ანტიკორუფციულ სამსახურში და ეს არის საქმეები, რომლებიც შეიცავს ელიტური კორუფციის ნიშნებს და ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, თუმცა აღმოჩნდა, რომ საგამოძიებო უწყებები არ ინტერესდებიან სხვა პირების დანაშაულებით, არამედ მხოლოდ იმ კონკრეტული ადამიანებით, რომლებიც ახლა აღმოჩნდნენ ქართული ოცნების დღის წესრიგში და სწორედ ასეთია ირაკლი ღარიბაშვილის და ლილუაშვილის და მათი გარემოცვის შემთხვევები. საერთაშორისო გამჭვირვალობაში დღეს ღიად ამბობენ, რომ ქართულ ოცნებაში ამ დრომდე რჩებიან ჩინოვნიკები, ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, თუმცა ისინი ხელშეუხებლები რჩებიან იქამდე, სანამ ეს არ დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს, ახლა კი ხდება კორუფციასთან ბრძოლის ეგიდით კონკრეტულ პირებზე შურისძიება და ეს არის უბრალოდ საფარი ბიძინა ივანიშვილისთვის თითქოს კორუფციას ებრძვის. როგორ დაემთხვა ისე რომ კონკრეტული ერთი პირის გარემოცვა არის მხოლოდ ხილებული კორუფციაში, მაშინ როდესაც ასობით ფაქტი არსებობს, მათ ხელს არავინ არ ახლებს და ღარიბაშვილის და ლილუაშვილის კლანის წარმომადგენლებს ხელი შეახეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს დაპირისპირება მოხდა. ძალიან აშკარაა, რომ ეს არის კლანებს შორის დაპირისპირება, არაფერს არაკეთებს და ან არაკეთებს ღარიბაშვილი და მისი გარემოცვა ისეც, რასაც არაკეთებს ჩვეულებრივი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები. ისინი ყველანი უმეტესობა მათი არის ჩართული კორუფციაში და ფაქტიურად მათ შექმნეს კლეპტოკრატიული რეჟიმი, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მცირე რაოდენობა ადამიანების მდიდრდებიან და შემდეგ ამ ქონებას და ამ სიმდიდრეს იყენებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ ძალაუფლება თავისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის. ეს არ არის რეალურად კორუფციასთან ბრძოლა და ეს არის უფრო პარტიული შიდა კონფლიქტი და შიდა გარჩევის შედეგი, ხო? და საგამოძიებო უწყებები რეალურად ამ მიზნისთვის, აი ამ პოლიტიკური მიზნისთვის არიან გამოყენებულები. ჩვენ შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ამ ძალაუფლების პირამიდის თავში იმყოფება ბიძინა ივანიშვილი, ის არის რეალურად განკარგავი პროცესების და მისი თანხმობის გარეშე, რა თქმა უნდა, ესეთი პროცესები არ წარიმართებოდა, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მისი პირადი გადაწყვეტილება არის. სისტემური ელიტური კორუფცია რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად. ქართული ოცნება ამბობს, რომ კორუფციას ებრძვის, თუმცა ძალიან აშკარაა, რომ მხოლოდ შერჩევითად ხდება კონკრეტული პირებით დაინტერესება და მათ წინააღმდეგ საქმეების წამოწყება.